წმინდა აბა დოროთე, სულის სასარგებლო სწავლანი. სწავლა მე-14, სულიერ სათნოებათა ახშენების შესახებ და თუ როგორ შეეწყობიან ისინი ერთმანეთს. ებრაელ ქალებზე, რომლებიც ისრაელის წულებს ცოცხალს ტოვებდნენ და არ კლავდნენ, წერილი ამბობს: ეშინოდა ღმრთისა, ყრმისა აღმქმელთა მათ და იშენეს მათ თავისა მათისა სახლებ. დავფიქრდეთ, ამ ქვეყნიურ სახლებზეა ნათქვამი. გონია რომ არა. რატომ იტყოდა ამას? ამ ქვეყნიურ სახლებს ღვთის შიშის გამო რაღაცომ ააგებდნენ. ვისაც მზა სახლები გვაქვს, ღვთის შიშის გამო მათ დატოვებას ვასწავლით. ცხადია მიწიერ სახლებზე კი არა, სულიერზე ამბობს, რომელთაც კაცი ცნებების დაცვით აგებს. ამიტომ გვასწავლის წერილი, ღვთის შიშს ადამიანი მცნებების დაცვამდე მიჰყავსო. ცნებების დაცვით კი სულიერი სახლი შენდება. ჩვენც ვეცადოთ ავიშენოთ სახლი, რათა თავშესაფარი გქონდეს ზამთარში, წვიმის, ქუხილისა და ელვის დროს. ზამთარში დიდ გასაჭირში არიან ისინი, ვისაც სახლი არ აქვს. თუ როგორ შენდება სულიერი სახლი, მიწიერი სახლისგან ვისწავლოთ. სახლის მაშენებელს მისი ყოველი მხრიდან დაცვა და 4 მხრიდან აგება მართებს. მარტო ერთი კიდე კი არ უნდა ააგოს და სხვები დატოვოს. სხვაგვარად ამაო იქნება მთელი მისი შრომა. ასია სულიც. კაცს სულიერი სახლის ყოველი მხრიდან თანასწორად აშენება მართებს. ერთი კიდე კი არ უნდა ააგოს და სხვები უგულებელყოს. ამას ნიშნავს მამა იოანეს ნათქვამი: სურს კაცმა ცოტ-ცოტა თითოეული სათნოებიდან შეიძინოს. ისე კი არ უნდა მოიქცეს ზოგიერთები ერთ რამეს სათნოებას რომ ასრულებენ და დანარჩენს უგულებელყოფენ. იქნება ამისთვის ხალხისგან შექებას მოელიან და ამიტომაც იჩენენ მისდამი გულმოდგინებას. ამიტომ არც ეშმაკი ებრძვის მათ და სხვავნებებიც იპყრობთ. ისინი კი არ წუხან და გონიათ დიდ საქმეს აკეთებენ. ისინი იმ კაცზე მსგავსებიან, რომელიც ერთ კედელს აშენებს, შეძლების დაგვარად მაღლა აღმართავს და ფიქრობს დიდი რამე გააკეთა. ის კი არ იცის ერთხელაც თუ დაუბერა ქარმა, მყისვე დაანგრევს, რადგან დანარჩენი კედლები, რომლებიც მას დაიკავებდა, არ აქვს, მარტო დგას იგი. ვერც სართულს გააკეთებს ვინმე, თუ დანარჩენი კედლები არ აიგო. ასე კეთება არ შეიძლება. ვისაც სახლის აგება სურს, ყოველი მხრიდან უნდა ააშენოს და სართულიც გამართოს. თუ როგორ გეტყვით, პირველად საძირკველი უნდა ჩაყაროს, რაც არის რწმენა, რადგან თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელარს სათნოყოფა ღვთისა. ასეთ საძირკველზე უნდა ამოიყვანოს კედლები, ურთიერთშეწყობილად. როცა მორჩილების ჟამია, მორჩილების ერთი ქვა დადოს. შფოთის დროს მოთმინების ერთი ქვა დადოს. მარხვის მოწევისას მარხვის ერთი ქვა და ასე ყოველი სათნოებისგან შეაგროვოს და სულიერი სახლი ააშენოს. 4 მხარეს უნდა დადოს ერთი ქვალ მობიერებისა, ერთი ნების უარყოფისა, ერთი სიმშვიდისა და მსგავსად ამისა. ყოველივე ამასთან ერთად უნდა იზრუნოს და შეიძინოს მოთმინება და სიმამაცე. რადგან ესენი არიან კიდეები, რითაც კედლები ერთმანეთს უკავშირდება, რომ არ ჩამოიქცნენ. ამად გარეშე ვერავინ ვერანაირ წარმატებას მიაღწევს სათნოებებში. რადგან თუ კაცის სული მამაცი არ იქნა, ვერც მოთმინებას მოიპოვებს. მოთმინებისა და სიმამაცის გარეშე სათნოებაში ვერანაირ წარმატებას მიაღწევს,
როგორც დაწერილია, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენი. ასევე სახლის მაშენებელს ყოველ ქვას შორის თიხის დადებაც მართებს, მაგრამ თუ ქვაზე თიხის დაუტანებლად დადებს ქვას, ქვები ჩამოცვივდება და სახლი დაინგრევა. თიხა კი არის თავმდაბლობა, რადგან იგი მიწისგანაა და ყველას ფეხქვეშაა. ნებისმიერი სათნოება აღსრულებული თავმდაბლობის გარეშე აღარ არის სათნოება, როგორც მამების ნაწერებშია, როგორც ნავის გამართვაა შეუძლებელი ლურსმნის გარეშე, ისე ცხონებაც შეუძლებელია თავმდაბლობის გარეშე. კაცი რა სიკეთესაც აკეთებს, ყველაფრის თავმდაბლობით კეთება მართებს, რათა ამგვარი თავმდაბლობით კეთილი საქმე დაიცვას. სახლს სჭირდება შემკრავიც, ანუ განსჯა, რაც სახლს ამაგრებს, ქვებს ერთმანეთთან ადუღაბებს და სახლსაც ალამაზებს. ხოლო სართული არის სიყვარული, რაც არის მცნებების აღსრულება მსგავსად სახლის სართულისა. სართულის შემდეგ არის ერდოს სახურავი. რა არის ერდოს სახურავი? რჯულში წერია, უკვე თუ აღიგოთ თავთა თქვენთა სახლი, დაბურეთ ერდოი მისი, რათა არა შთამოიჭრნენ შვილნი თქვენი ერდოისაგან ქვე. სახურავი არის თავმდაბლობა, რადგან იგი აგვირგვინებს და კეთილი საქმით იცავს ყველაფერს. ისევე როგორც ყოველი სათნოება თავმდაბლად უნდა სრულდებოდეს, ისე სათნოების სრულყოფასაც თავმდაბლობა ესაჭიროება. რაც მეტ წარმატებას აღწევენ წმინდანები, მით უფრო მდაბლდებიან. როგორც ადრე ვახსენე, წმინდანები რამდენადაც უახლოვდებიან ღმერთს, იმდენად ცოდვილად მიაჩნიათ თავი. რაღაცა შვილები, რომლებზეც რჯული ამბობს, რათა არა შთამოიჭრნენ ერდოისაგან. შვილები გულის სიტყვებია, სულში რომ არის. ისინი თავმდაბლობით უნდა დავიცვათ, რათა ერდოდან არ გადმოცვივდნენ, რაც მცნებათა აღსრულებას ნიშნავს. აი სახლიც დასრულებულია, შემკრავიც აქვს, სართულიც და ერდოს სახურავიც. იქნებ რამე დავაკელით? კი, ერთი რამ გვაკლია, მშენებელი უნდა იყოს დახელოვნებული, კედლები რომ არ გაამრუდოს. თუ კედელი მრუდე იქნა, ასეთი სახლი ოდესმე დაინგრევა. ოსტატი კი იგია, ვინც გონივრულად უძღვება ამ საქმეს. ხშირად კაცი თავს იდევს სათნოებათა შრომას და უგუნურებით კვლავ არღვევს მას, ან ბოლომდე ვეღარ ასრულებს. დადებს ქვას და ისევ იღებს. არის ისეთიც, ვინც ერთს დებს და ორს იღებს, თუ როგორ გეტყვით. ვთქვათ მოვიდა შენთან ძმა და საწყენი რამ გითხრა. თუ მოუთმენ და მუხს მოუდრეკ, ერთ ქვას დებ. მაგრამ თუ მყისვე წახვალ და სხვა ძმას ეტყვი, მავანმა მლანძღა და არა თუ მოვითმინე, არამედ მუხლიც კი მოვუდრიკე, მაშინ ერთ ქვას დებ და ორს იღებ. ასევე კაცი განდიდების მიზნითაც უდრეკს ხოლმე მუხს თავის ძმას. არსებობს თავმდაბლობა ამ პარტავნებით შეზავებული. ეს არის ქვის დადება და კვლავ აღება. ვინც გონივრულად იქცევა, ის თავს არწმუნებს, რომ შეცდა და დაბრკოლების მიზეზი თავად იყო. ეს არის ძმისთვის პატიების გონივრულად თხოვნა. არის ისეთიც, ვინც დუმს, მაგრამ არა გონივრულად და გონია სათნოებას ასრულებს. ასეც არანაირი სარგებელი აქვს. ხოლო ვინც გონივრულად დუმს, მიიჩნევს, რომ ლაპარაკის ღირსი არ არის. როგორც მამები ამბობენ, აი ეს არის გონივრული დუმილი. ზოგჯერ კაცი თავს იმცირებს და გონია დიდ საქმეს აკეთებს თავს რომ იმდაბლებს და არ იცის არაფრის მქონე რომ არის, რადგან უგუნურად აკეთებს. ხოლო გონივრულად თავის არად შერაცხვა ის არის, როცა კაცი უღირსად მიიჩნევს თავს ადამიანად იხსენიებოდეს.
როგორც მამა მოსე მიმართავდა თავის თავს. ნაცრისფერო შავო, რატომ ტრიალებ ადამიანებში, რადგან ადამიანი არ ხარ. ზოგიერთი სნეულს ჯილდოსთვის ემსახურება, ეს არ არის გონივრული. ასეთი როცა საწყენი რამ შეხვდება, მყისვე თავს ანებებს კეთილ საქმეს, რადგან არაგონივრულად აკეთებს. ვინც გონივრულად ემსახურება ავადმყოფს, იმისთვის ემსახურება, რომ ლმობიერება შეიძინოს. ვინც ამ მიზნით ემსახურება, რამე ჭირიც რომ შეემთხვას, ან რამდენადაც უნდა განურისხდეს ავადმყოფი, არ მოსწყინდება, არამედ აღუშფოთებლად მოითმენს. რადგან იცის რისთვისაც ემსახურება და ამბობს, ის მიკეთებს მე სიკეთეს და არა მე. მერწმუნეთ მრავალ ვნებასა და ბრძოლას გადაურჩება კაცი, ვინც გონივრულად ემსახურება ავადმყოფს. მინახავს ძმა, ვისაც ბოროტი გულის თქმა ებრძოდა და ვინც სასტიკი სნეულებით შეპყრობილ ძმას ემსახურებოდა. რა კი გონივრულად ემსახურებოდა, იმ ვნებისგან გათავისუფლდა. ევაგრე ამბობს, ვინმე დიდმა ბერმა იმით გაათავისუფლა ძმა ბოროტის სიზმრებისგან, რომლებიც ღამით ებრძოდნენ, რომ ავადმყოფების მსახურება და მარხვა უბრძანა. როცა ამის შესახებ კითხეს, უპასუხა, მსგავს ვნებებს ისე არაფერი აცხრობს, როგორც უძლურთა მსახურება. ზოგიერთი ამ პარტავნებით იღწვის და გონია რამე სათნოებას ასრულებს. ის კი უგუნურად იღწვის, რადგან ამგვარი საქციელით მოყვასის შეურაცხყოფამდე მიდის და თავი რაღაც გონია. ასეთი არა მარტო ერთ ქვას დებს და ორს იღებს, არამედ მოყვასის განკითხვით მთელ სახლსაც ანგრევს. ხოლო ვინც გონივრულად მარხულობს, მას არ სურს განადიდონ როგორც მოღვაწე, არამედ იმისთვის მარხულობს, რომ მარხვით სიწმინდე და თავმდაბლობა მოიპოვოს. როგორც წმინდა მამები ამბობენ, გონივრულ ხორციელ შრომას მოაქვს თავმდაბლობა და ყველანაირი სათნოება. კაცმა ისე უნდა აკეთოს სათნოება, რომ იგი შეიძინოს და დაამკვიდროს თავის თავში, რათა ამრიგად დახელოვნდეს და სულიერი სახლი უშეცდომო დააგოს. ვისაც რამე სათნოების შეძენა სურს, არ უნდა თქვას, დიდია სათნოებები და მათ მოპოვებას ვერ შევძლებ. ეს მაშინ ხდება, როცა კაცს ღვთის იმედი არ აქვს და არ სწამს, რომ ღმერთს მისი შეწევნა ძალუც. დაასახელეთ, რომელი კეთილი საქმეც გსურთ და ვნახავთ, რომ იგი ჩვენშია, თუ მის მოპოვებას მოვინდომებთ. წერილიც ამბობს, შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. არ თქვა, რომ დიდია ეს სათნოება და მის მოპოვებას ვერ შევძლებ. ან საკუთარი თავივით მოყვასის შეყვარებას როგორ შევძლებ. ან მის საწუხარზე ჩემსაზე უფრო მეტად როგორ ვიზრუნებ, როცა იგი მის გულშია დაფარული და არავინ უწყის. ნუ თხზავ ამგვარ აზრებს, არამედ ღვთის იმედით შეუდექი სათნოების აღსრულებას და მაშინ იხილავ შეწევნას ღვთისას, რომელიც ხელს მოგიმართავს. გეტყვი ერთ მაგალითს, როცა ორი კიბეა, რომელთაგან ერთი ზეცაში ადის, ხოლო მეორე ჯოჯოხეთში ჩადის. შენ კი მიწაზე მათ შორის დგახარ, ნუ იტყვი, როგორ შევძლებ მიწას მოვწყდე და კიბის თავს მივწვდე, რადგან ეს შეუძლებელიც არის და არც ღმერთი მოელის ამას შენგან. მხოლოდ თავი დაიცავი, ქვემოთ არ ჩავარდე. არ გაუკეთო მოყვას ბოროტება, ძვირი არ უთხრა, არ დააბეზღო, არ შეურაცხყო და ასე თანდათან გაუკეთებ მას სიკეთეს, სიტყვით მოიმადლე. მისი თანამგრძნობი იყოს, რითაც შეეძლოს, შეეწიოს და ასე ნელ-ნელა თითოეულ საფეხურზე ავა და ამრიგად ღვთის შეწევნით კიბის თავს მიაღწევს. როცა მოყვას შეეწევიან, შემდეგ ისევე სურთ მისი სიკეთე, როგორც საკუთარი თავისა. აი ეს არის შეიყვარო მოყვასის შენი, ვითარცა თავი თვისი. თუ ვეძებთ ვიპოვით,
და თუ ღმერთს ვთხოვთ, განგვანათლებს. წმინდა სახარება ამბობს, ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და პოოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ. თხოვნა ნიშნავს ლოცვით ვევედროთ ღმერთს. ძიება ნიშნავს ვეძიოთ, თუ როგორ მოდის სათნოებები, ან რას მოაქვს და როგორ შევიძინოთ ისინი. ამას ნიშნავს თქმული ეძიებდით და პოოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ. რეკა სათნოებათა აღსრულებაა, რადგან კაცი ხელით რეკავს, ხელში კი საქმე იგულისხმება. ამრიგად არა მარტო უნდა ვითხოვდეთ, არამედ უნდა ვეძებდეთ და ვაკეთებდეთ კიდეც. მოციქულის სიტყვისამებრ უნდა ვეცადოთ, ყოველ კეთილ საქმეში მტკიცე ვიყოთ და მომზადებული. როცა კაცი ნავის გაკეთებას ლამობს, პირველად ყოველგვარ მასალას მოამზადებს, პატარა ბირკასა და მცირეოდენ ფისსაც კი. ასევე როცა დედაკაცი ტილოს მოქსოვას დააპირებს, ჯერ უმცირეს ლერწამსა და ძაბსაც კი მოამზადებს. ჩვენც ასევე გმართებს, მზად ვიყოთ ღვთისნების აღსასრულებლად, როგორც მას სურს და მისთვის სათნოა. რას ნიშნავს მოციქულის სიტყვები? ნება იღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული. ყველაფერი რაც ხდება, ან ღვთის დაშვებით არის, ან ღვთის სურვილით, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს. მე ვარ უფალი, რომელმა დავბადე ნათელი, დავქმენ ბნელი. ასევე ამბობს, ანუ იყო სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა. სიბოროტეს ნებისმიერ საწყენ რამეს უწოდებს, რომელიც ჩვენს გასაწვრთნელად ხდება. შიმშილი, სრვა, გვალვა, სნეულებები, ომები. ესენი ღვთის სურვილით კი არ მოიწევა ჩვენზე, არამედ ღვთის დაშვებით ჩვენ და სასიკეთოდ. ღმერთი ამას კი აკეთებს, მაგრამ არ სურს ჩვენც ხელი შევუწყოთ. გეტყვით როგორ? თუ ღმერთს ქალაქის დაქცევა სწადია, არ სურს ჩვენც შევუნთოთ ცეცხლი. ასევე ზოგჯერ ღმერთი ვინმეზე მწუხარებას ან სნეულებას დაუშვებს, მაგრამ ჩვენ კი არ უნდა ვაწყენინოთ მას, ან თქვათ, რა კი ღმერთს მისი ავადმყოფობა სურს, არ შევიცოდებ. ღმერთს არ სწადია ასეთი რამ, არამედ სურს მოწყალენი ვიყოთ და ასეთ დროს სხვის ჭირზე გული შეგვტკიოდეს. სურს მის კეთილ ნებას ვასრულებდეთ, რაც არის მცნებების დაცვა, ერთმანეთის სიყვარული, მოწყალება და ამისი მსგავსნი. ეს არის ღვთის კეთილი ნება. რას ნიშნავს სათნო? ვინც სიკეთეს აკეთებს, ყველა კი არ ასრულებს სათნოს საქმეს. მაგალითად, ვინმე კაცმა ნახა ობოლი, ღარიბი და მშვენიერი ქალი. სილამაზის გამო შეუყვარდა იგი, წაიყვანა და რა კი ობოლი იყო, გაზარდა, როგორც ერთი ვინმე გლახაკი. ეს არის კეთილი საქმე და ღვთის ნება, მაგრამ არ არის სათნოება. სათნოება კი ისაა, როცა ადამიანი კაცობრივი ზრახვებით კი არ იღებს მოწყალებას, არამედ კეთილი საქმისა და ლმობიერებისთვის. ღვთისთვის ეს არის სათნო, ანუ სრული სათნოება ისაა, როცა კაცი მოწყალებას არც გულძვირად, არც სიზარმაცით, არამედ მთელი გულმოდგინებით აკეთებს. ისე გასცემს, თითქოს იღებდეს. ასე უნდა ეწეოდნენ ქვეელ საქმეს. და აი ეს არის აღსრულება ღვთის ნებისა, კეთილის, სათნოსი და სრულისა, როგორც მოციქული ამბობს. კაცმა უნდა იცოდეს მოწყალების სათნოების ძალა და მადლი, რადგან მას ცოდვების მიტევებაც შეუძლია, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, სახსარ სულისა, კაცისა თვისი სიმდიდრე. კიდევ ამბობს, და ცოდვანი შენი მოწყალებითა იხსნენ. უფალი ამბობს, იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს. დაუკვირდით, ეს სათნოება ღვთის მსგავსია. სიფრთხილე კი ამაშიც გვმართებს, რადგან მოწყალებაც
უფრიად სხვადასხვაგვარია. მოწყალება გონივრულად უნდა გავიღოთ. ზოგიერთი მოწყალებას იმისთვის გასცემს, რომ მისი ყანა იკურთხოს. სხვა მოწყალებას ნავის გადასარჩენად ეწევა. სხვა შვილების გამო, სხვა განდიდების მიზნით. ღმერთიც განადიდებს მას, არავის უგულვებელყოფს, არამედ ყველას იმას აძლევს, რასაც ითხოვს. თუ ამრიგად მის სულს არაფერი ევნება, მაგრამ ყველა ისინი აქვეღებულობენ მადლს და იქ აღარაფერი აქვთ, რადგან იქაური სიკეთისთვის არ იღწვიან. ყანის კურთხევისთვის გააკეთე, ღმერთმა გიკურთხა. შვილებისთვის გააკეთე, ღმერთმა შენი შვილები დაიცვა. სახელისთვის მოიმოქმედე, გადიდა ღმერთმა. რაღა მართებს შენი ღმერთს? მოგცა მადლი, რისთვისაც აკეთებდი. არის ისეთიც, ვინც მოწყალებას იმისთვის ეწევა, რომ სამარადისო ტანჯვა აირიდოს. აი ეს აკეთებს სულისთვის და ღვთისთვის, მაგრამ არა ღვთის ნებისამებრ, რადგან ჯერ კიდევ მონის საზომშია. მონა ბატონის სურვილს თავისი ნებით კი არ ასრულებს, არამედ ცემის შიშით. სხვა მადლის მიღებისთვის აკეთებს, ეს უკანასკნელი პირველზე მაღლა დგას, მაგრამ ღვთის ნებისამებრ არც ეს იქცევა, რადგან ძის საზომს კი არ არის მიწეული, არამედ მუშაკისას. მუშაკი თავისი ბატონის ნებას საფასურის მიღების მიზნით ასრულებს. ესეც იმისთვის აკეთებს, რომ მადლი ჰქონდეს. როგორც წმინდა ბასილი ამბობს და როგორც სხვა დროსაც მithქვამს თქვენთვის, სიკეთეს სამრიგად ვაკეთებთ. ტანჯვის შიშით და ამ დროს მონის ხარისხში ვართ, ან მადლისთვის და მუშის ხარისხში ვიმყოფებით, ან სიკეთისთვის და ძის ხარისხში ვართ. ძე მამის ნებას არა მისი შიშის ან საფასურის მიღების გამო ასრულებს, არამედ იმისთვის, რომ აამოს, პატივისცეს და დაამშვიდოს. ჩვენც გვმართებს კეთილი საქმისთვის ამგვარადვე გავიღოთ მოწყალება. ისევე შეგვტკიოდეს ერთმანეთზე გული, როგორც ჩვენი სხეულის ნაწილზე, ისე გავცეთ, თითქოს ვიღებდეთ. სხვას ისე უნდა ვუკეთებდეთ სიკეთეს, თითქოს ჩვენ გვიკეთებდნენ. აი ეს არის გონივრული მოწყალება და ამრიგად მივდივართ ძის საზომამდე. არავინ თქვას ღარიბი ვარ და მოწყალებას ვერ გავიღებ. თუ არ შეგიძლია გასცემ დიდართა მსგავსად, რომელთაც ხაზინას ბევრი შესწირეს, მაშინ ქვრივის დარად ორი დანგი მიეცი და ღმერთი ისევე შეიწირავს, როგორც ბევრს. თუ ესეც არ შეგიძლია, მაშინ სნეულებს მოემსახურე, ეს შეგიძლია. თუ ესეც არ ძალგიც, შეგიძლია ძმას სიტყვით სცენ უგეში, სიტყვით შეიწყალე და გაიხსენე წმინდა წერილში ნათქვამი, სიტყვა კეთილი უფროს არს მიცემისა. და თუ სიტყვითაც არ ძალგიც, ნუ თუ ის მაინც არ შეგიძლია, შენი ძმა როცა აღშფოთდება, განრისხების ჟამს შეიწყალო და იტვირთო. არ იცი, რომ მასაც ჩვენი საერთო მტერი გამოსცდის. გაჩუმდი გალანძღვის ნაცვლად, იხსენი მტრისგან და შენ სულსაც ასე შეიწყალებენ. ასევე შეგიძლია აპატიო ძმას, როცა გცოდავს, რათა ღმერთმა შენც მოგიტევოს. თავად უფალი ამბობს, მიუტევეთ და მოგეტევნენ. ასე გამოიჩენ მოწყალებას ძმის სულისთვის, თუ მას შეუნდობ, რასაც გცოდავს. ღმერთმა მოგცა ძალაუფლება იმისა, თუ გვენდომება ერთმანეთს ცოდვები შევუნდოთ. თუ ხორციელი მოწყალების გასაცემად არაფერი გაქვს, მაშინ მისი სულისთვის გაიღე მოწყალება. ეს უფრო დიდია. როგორც სული უპირატესია ხორცზე, ისე სულისთვის გაღებული მოწყალება უფრო მეტია ვიდრე ხორცისთვის. ვერავინ იტყვის მოწყალების გაღება არ შემიძლია. ყველას შეგვიძლია ჩვენი ძალისა და საზომის შესაბამისად, მაგრამ ეცადეთ გონივრულად აკეთოთ,
როგორც თითოეული სათნოების შესახებ თქვით, რადგან ვინც სათნოებას გონივრულად აღასრულებს, იგია მარჯვე ოსტატი, რომელიც სულიერ სახლს უშეცდომოდ აშენებს. ამიტომაა წმინდა სახარებაში ნათქვამი, რომ ბრძენი კლდეზე იშენებს სახლს, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შესძრავს მას. ღმერთმა მოგმადლოს, ვისმინოთ და საქმით აღვასრულოთ ის, რაც გვესმის, რათა განკითხვის დღეს დასასჯელად არ გვექცეს ეს სიტყვები, რამე თუ უფლისაა დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.